ეს ხალხი ჩვეულებრივად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ფულზე. შესაბამისად, როდესაც სხვაზე ხარ დამოკიდებული, სხვის ფულზე ხარ ჩამოკიდებული ამდენი წლების განმავლობაში, აღარ შეიძლება რომ შენი ლაპარაკო რაღაცა დემოკრატიაზე, ქვეყანასთან დაკავშირებით რაღაცა თუნდაც სხვა პლატფორმაზე გადახვიდე დამოუკიდებლობაზე და ასე შემდეგ. ანუ პირდაპირ გვაჩვენებენ რომ ეს ხალხი არიან დამოკიდებულები და ჩვენ რაღაცა მეინსტრიმ მედიების საშუალებით გვეთამაშებიან და გვატყუებენ. ეს ჩვენ ხო აქამდეც ვიცოდით, ვამბობდით, ხედავდით და საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ასე იცოდა. მაგრამ ეხლა ანუ უტყუარი მტკიცებულებები თვითონ დადეს ერთმაც, სალომე ზურაბიშვილმაც და მეორე იმ უჩან ანუაშვილმაც, რომ ფულები რაღაცა შემოდიოდა USAID-ის მეშვეობით გვაძლევდნენ, ამის მეშვეობით, იმის მეშვეობით. კანონის მერე გაჭირდა. ახ გამჭვირვალობის კანონის შემდეგ რაღაცა პრობლემები შეიქმნა. მაგრამ არა უშავს. თურმე საჭირო ყოფილა. კი, რა თქმა უნდა, ესეც ერთგვარად დაადასტურეს. ასევე დაადასტურეს ის, რომ აგერ ერთი ფაქტი თურმე ის, რომ ევროპაო შეგვპირდაო ჩვენო ფულსო. მაგრამ იმპულსო ხელისუფლებისთვის რა უნდა მეეცაო, მაგრამ იმასო არ გვაძლევს რამდენი ხანი არ მოუწია. ერთი ფაქტის დაადასტურეს, რომ იმ ევროპელებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ბოდიში მომითხოვია და სულ ფეხებზე კიდიათ ოპოზიციაც, პოზიციაც, ხალხიც და საქართველოს და ნებისმიერი ქვეყანაც. ანუ ესენი იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ იმას როცა დაჭირდებათ ხელისუფლებაში იქნებიან თუ ოპოზიციაში, მაშინ მოატყუებენ და მაშინ გადააგდებენ. მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს. ხო წარმოიდგინეთ, უკვე ჩამოყალიბებული აგენტები არიან და ისინი მოატყუებენ თუ რას უზამენ, ფულს არ მიცემენ. აბა კარგი ბიჭები და გოგოები არიან, ხმა მოიყონ და რაიმე ზედმეტი თქვან. ო გაშიფრული აგენტია ეგ თან. ესენი უკვე ჩვეულებრივად თავიანთავი გაშიფრეს, დადეს ფაქტები იმ ადამიანებისთვის კიდევ აი ვისაც აქამდე არ ჯეროდა რომ ესენი იყვნენ აგენტები. თქვენს რომ კი ბატონო ჩვენ ვართ აგენტები, ჩვენ გვაძლევენ ფულს და ეხლა რაღაც გაგვიჭირდა არიქა დროზე ფული მოგვაშველეთ, რომ რაღაცა ფორმით ეს თქვათ ხელისუფლება ჩამოვაყირაოთ. ანუ ეხლა ამის ხარდამჭერებო პატივცემულო საზოგადოება, ქართველებო და საქართველოს მოქალაქეები. ამათი ხარდამჭერებო, ოპოზიციის ხარდამჭერებო და იმისა, რასაც ვისმენთ და რასაც უყურებთ მათი მხრიდან. ანუ რა გამოდის? თვითონვე ადასტურებენ, რომ ჩვენ ვართ აგენტები, ჩვენ ფულს ხვები გვაძლევენ და მოქმედებთ მათი კარნახით და მათი მითითებით. ანუ როდესაც თქვენ გველაპარაკებით, რომ რაღაცა ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ესენი რაღაცა დემოკრატიაზე, მედასავლეთეობაზე და რაღაც ღირებულებებზე ლაპარაკობენ, ანუ ხო შეიძლება სულ პატარა დასკვნა გააკეთო, რომ ვერასოდეს ესენი გადაწყვეტილებებში ვერ იქნებიან მარტონი. ანუ მათ უნდა გადაწყვეტილებები მიიღონ ზუსტად ისე, რასაც უკანახებს ფულის მიმცემი. ფულის მიმცემების დაახლოებით უკვე ვიცით, ხო? აგერ შვედეთი აქტიურობს, საფრანგეთი აქტიურობს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ისინი რასაც ეთყვიან, იმას გააკეთებენ. თუ არ გააკეთებენ, ხო? ანალოგიური დატრიალდება მათ თავსაც. ანუ ჩვეულებრივად დაულაგებენ მასალებს, მტკიცებულებებს, რომ თქვენ იყავით ჩვენი აგენტები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ სულ არეულობა და უბედურობა უნდა იყოს ქვეყანაში. თქვენ მხარს უჭერთ ქვეყნის არეულობას და თქვენ მხარს უჭერთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომლებმაც გარდაუვლად უნდა დაიწყონ ომი საქართველოში. აბა რატო უხდიან ფულს? არაფერი. გარდაუვლად უნდა, ანუ ეს რა ხალხია, იცი რომ აი მაგალითად იმისათვის რომ საქართველოს ჩვენ შევინარჩუნოთ, იმისათვის რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ, აუცილებელი კომპონენტია რომ ქართული ენა უნდა დავიცვათ, ხო? ამაზე ორი აზრიც არ არსებობს. და ვის გეიმედებათ, ვინ გეიმედებათ, ვინ უნდა დაიცვას ქართული ენა, რომლებიც მომხრეები არიან, რომ ანუ იმ ხალხმა რომ სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან კარგი მცოდნე ქართული ენა. სახელმწიფო ენა რომ ინგლისურად უნდა და ოჯახში რომ შვილებს რომ ინგლისურად ელაპარაკებიან, იმ ხალხმა უნდა დაიცვას ქართული ენა. სალომე ზურაბიშვილი ისე რომ იცოდეს საზოგადოებამ 2005 წელს რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ოფიციალურად 15,000 ევროს იღებდა საფრანგეთი და ხელფასის სახით. მაშინაც კი სალომე ზურაბიშვილი არის ოფიციალური აგენტი. არა, აგენტზე მეტია. მე მგონი აგენტზე მეტია. არა, ჩვენ ახლა შევაფასოთ. ზიაგენტი, ანუ როგორია იცი?
როგორც ქვეყნის მოღალატე შეიძლება თქვა შევაფასოთ, მაგრამ რაც დადასტურებული ფაქტია, მოდი არ ვთქვათ ის, რომ რაც არ არის დადასტურებელი. ანუ ის არის ოფისში აგენტზე მეტი. არა, როგორც ოფიციალურად მუშაობდა სპეცსამსახურებში თანამშრომლად საფრანგეთის ოფიციალურად მის თანამდებობა ითვალისწინებდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საქართველოში და ოფიციალურად 15,000 ევროს იღებდა საფრანგეთის სახელმწიფოსაგან. ანუ ჩვეულებრივი აგენტები არიან ეს ხალხი. ამას მხოლოდ და მხოლოდ მე ვფიქრობ, რომ ჭირდება სახელმწიფოს რაღაცა ნელ-ნელა როგორღაც იქნება სახელმწიფო გადადის და გადავა, უფრო მოქნილი გახდება ამ გაჭირვებაში და ამდენ შემოტევაში და ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს კანონის შესაბამისად.